GoGaTGG.com გზაჯვარედინი ჯერ კლუბში წავალ. მოგზაურობამდე ცოტა დრო დარჩა. ხო მართლა. მერტმა ყველას ფული გადაიხადა. ერთი ამას დამიხედეთ. ძმაო, რა გითხარი? რა ვთქვი? რა მითხარი ამან? გითხარი ჯერ არაფერი ვიცი და ფული არ გადაიხადო მეთქი. მითხარი, მაგრამ ნომრის ფული მაინც უნდა გადამეხადა. ნომერი 2 ადგილიანია. უარი რომ გეთქვა თანხა მაინც იგივე უნდა გადამეხადა. კარგი, ოღონდ არაფერი იმაიმუნო. რადგან ასეა ჩათვალე რომ ავტობუსის ბილეთი უკვე გაქვს. ერთი ამას უყურეთ. ავტობუსით კი არა, მანქანი წავალ. არა? ეს უნდა გადავწყვიტოთ. გეუბნებით რომ არ მოვდივარ. თქვენ კი უფრო მაძალებთ. უკვე ნერვიულობ. შენ თუ მე? ჯერ ცნობილი არ არის. რამდენი გადაიხადე? რა შენი საქმეა? რამდენი საჭირო იყო? ასე არ შეიძლება. მითხარი, შეგეხიდები. კარგი, შემეხიდები თუ წამოხვალ. უნდა ვიცოდე, მითხარი. მითხარი რომ მოდიხარ და გეტყვი. მითხარი. როგორ ხართ? კარგად. რამდენად კარგად? ახლა მეგობრებზე უფრო მეტი ვართ. რა მაგარია? მაგრამ იმაზე ცოტა ვიდრე შეყვარებულები. ნუ გეშინია. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. ნახოთ, მეც ეგ მინდა. ბატონი სელიმი როგორ არის? უკეთ? გონი რაღაც ჭირს. დეპრესიაშია. ცუდია. დეპრესიაშია, მას შემდეგ რაც დედაჩემის პრობლემა მოაგვარა. სინდისი აწუხებს, კანონი რომ დაარღვია. რთულია. ალბათ ძალიან განიცდის. დედა ჩემთან არაფერს იმჩნევს. საკუთარ თავში ჩაიკეტა. შეიძლება ავად გახდეს. სელიმ. ადექი, პორტოხლის წვერი მოგიტანე. მადლობა ძვირფასო. დალი რომ დავინახო და არ ვინერვიულო. მიდი საყვარელო. კარგი, მე დავლევ. ვიტამინები აღარ ექნება. ცოტას დავიძინებ. საყვარელო, უკვე 10 საათია. გუშინ ადრე დაწექი და ალბათ გამოიძინე. ნუ ზერმაცობ. მიდი ადექი. კარგი. შენ მომდივანმა უამრავი შეტყობინება გამოგზავნა. წაიკითხე შხაბი მიიღე და გამოფხიზლდები. ადექი. კარგი ენდერ. გასაგებია, დღესაც ჭირვეულობ. კარგი. რა უშავს? მე მაინც მიყვარხარ. მეც. სიცხე მაქვს? არა. შეგიძლია ცხოვრებას დაუბრუნდე. წვერი გაიპარსე და ენერგიით აღიჭურვე. მე სამსახურში უნდა წავიდე. შუა აღმოსავლეთის პროექტის საბუთს ხელს მოვაწერ და მოვალ. შემდეგ კომპანიის ვახშემზე წავიდეთ. რა სიტყვი? კარგი? არა. საყვარელო. ენდერ, ხომ შევთანხმდით? ნუ მაძალებ. არც დღეს მინდა სადმე წასვლა. შენსა და მამაჩემ შორის რაღაც მოხდა და არ მეუბნები. არა. ხო, მაგრამ ამ ბოლო დროს გრძნობ რომ მის გვერდით ყოფნა არ გინდა. არა. არა. კარგი, კარგი. მაპატია. მივდივარ, საღამოს შევხვდებით. ნახვამდის საყვარელო. ნახვამდის.
კონცეფციაზე პრეტენზია გვაქვს. არ გვინდა ჩვეულებრივი იყოს. არა, პარტნიორო. დიზაინი შენია, მხოლოდ შესწორებები შემაქვს. საოცარი პარტნიორია. ჩემი საყვარელი სახეობაა. ჩემი აზრით შეგიძლიათ შემინოთ და ტერიტორია გამოიყენოთ. პირდაპირ კარიდან დაიწყეთ. აბა, მისი ქალიშვილი ვარ. მეც იგივეს ვფიქრობ. დღეს უკვე ხელოსნები მოვლენ. ძველი ტიხრები მოვშალოთ და შენობა გავადიდოთ. უფრო დიდი სივრცე იქნება. ხედავ, კარგად მუშაობთ. მართლაც შესანიშნავი ადგილი იქნება. რა თქმა უნდა, მამიკო. ბოსის მაგიდა ყველაზე შორს. კუთხეში იდგება. იქიდან ყველაფერს გავაკონტროლებ. შესანიშნავია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა. ორივეს გილოცავთ. სიმართლე გითხრათ, ასეთ პროგრესს არ ველოდი. სედებმა ბევრი იმუშავა. მორიდებული ნამდვილად არ ვარ. გმადლობ. მხოლოდ ერთი ნაკლი გაქვთ. რა? ცნობილი შემომზარეული არ გქონთ. მენიუ და რესტორნის კონცეფცია მან უნდა შეადგინოს. ამას კი ჩემს თავზე ვიღებ. დაგაგვიანდა ძვირფასო. სედებმა მზარეულიც იპოვა. ისი მეგობარი ჩამოვა ლოს-ანჯელესიდან. მის თემს ვერ დაეწევი. რა თქმა უნდა. მარტის ბოლოს აქ ყველაფერი მზად იქნება. აპრილსა და მაისში საზღვარგარეთიდან ჩემი სტუმრები ჩამოვლენ. ხმაურიანი გახსნა იქნება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას საჭირო ყურადღებას გამოიჩენს ამ დაწესებულების მიმართ. შესანიშნავია. მზად ვარ ნებისმიერი დახმარება გაგიზიოთ. საუკეთესო ხარ ძვირფასო. მაგრამ გთხოვ, საშუალება მომეცი ყველაფერი თავად მივიყვანო ბოლომდე. პარტნიორთან ერთად. შენი წყალობით აქ საქმე არ მაქვს. გონია იოლია შენი პარტნიორობა. ვცდილობ არ შეგარცხვენო. გამიმართლა. მაგას ნუუღურებ. კარგია რომ მარჯვენა ხელის ტკივა. თორემ გარშიც არ შემომიშვებდა. რას ამბობ? ხუმრობ. აქაურობა უფრო მეტად მომწონს, რადგან ბედნიერი ხარ. ოჯახს უდე რომ პროგრამა შეცვალე. მართლა? მას შემდეგ რაც კომპანია შენ სახელზეა, ჩვენი ფული მომენადრა. მეც მომენადრა ძვირფასო. ამ მოვლენების და დაკრძალვის შემდეგ შეხვედრა მომინდა. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. რა საქმიანობ? ერთ ადგილას ვერ შენჩერდები არა? იგივეს. როგორც ყოველთვის, ფონდში ტუჩე ვარ. ტუჩე როგორ არის? ძალიან წყნარი და საყვარელი გოგონაა. ზედმეტად წყნარია. ბოლო დროს საკუთარ თავში უფრო მეტად ჩაიგედა. ალბათ შეყვარებულია. ხო, მაგრამ არაფერს ყვება. მაშინვე მეუბნება კარგი რა დედა. ყველა ასე იწყებს. კარგი რა დედა. იმედი არ დადეგებზე კარგ დროს გაატარებენ. მირაც მიდის? რა თქმა უნდა. ბერენიც. მე კი რამდენიმე დღე დავისვენებ. შენი და როგორ არის? დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან ბევრს მუშაობს. ისევ ნიუ-იორკში არიან? ხო. ქალბატონო სუდე. ქალბატონო გულერ. ნახევარი საათი დაისვენეთ და შემდეგ ნიღაბს მოგაშორებთ. დიდი მადლობა არზო. გმადლობ ოზგურ. არაფერს. მიცი ხო არის საკონსულოში მუშაობს? საკონსულოში? ხო, ატაშეა. ძალიან კარგია რომ გამახსენდა. რატომ? ძვირფასო, მაინტერესებს. სედებკაია ამერიკიდან რატომ დაბრუნდა? ვერავინ მიუხვდით. იქნებ შენ მადამ რამე გაიგოს. ეგ სულ არ მაინტერესებს. მაშინ მე გამიგე, ხომ შეიძლება? ხო. კიდევ რა ჩაიფიქრე? ვფიქრობ ამის მიღმა ის ამბავი იმალება, რომელიც გამობედნიერებს. გთხოვ, გულერ, გემუდარები, ეს უნდა ვიცოდე. კარგი. ნახვამდის. ამიტომ მიყვარს მამა ჩემი. ხედავს რა როგორ მთავრდება.
შორს მჭრეტელია. შეუძლია გაგამხრეოს კიდეც. თითქოს ფრთები გავშალე. ფაროკ, ძალიან მღელავ. ძალიან მღელავ. შენი ენერგია კი მე გადმომეცემა. მაღელვებს ედებ. ძალიან მინდა ეს სიტყვები უფრო რომანტიკულ სიტუაციაში მითხრა. პირდები. ერთმანეთს აუცილებლად დავეხმარებით. წავედი. კარგი. 17 ნოემბერი, 26 ვიქნებით. დიახ, რა თქმა უნდა. პარასკევს ფულს ანგარიშზე ჩავრიცხა. ელპოსტით ნომრებში განაწილების სია გამოგვიგზავნეთ. უკვე მიიღეთ? დიახ. იამან კოპერსა და მერც სეზერს ჯერ არ გადაუწყვიდავთ. რამდენიმე საკითხი გაურკვეველია. მაგრამ რადგან თანხა გადაიხადეს, მათი ნომრებიც მოამზადეთ. დიახ, დიახ. ჩემს ჯგუფში ცვლილებები არ არის. ისე როგორ შევთანხმდით? კარგი, თუ რამე შეიძლება შეგატყობინებთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. გამარჯობა, მირა. მე უნდა დავიდე. მხოლოდ ერთი წუთით. უკვე რამდენიმე დღეა ვცდილობ შენთან მოსვლას. მაპატია, მაგრამ მოწმის გარეშე შენთან ლაპარაკი არ მინდა. ადვოკატმა ასე გადაწყვიტა. მართალი ხარ. მაგრამ მხოლოდ მადლობის თქმა მინდა. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ სასამართლოში არ მიჩივლე. ცხოვრების გართულება არ მინდოდა. ვწუხვა, რომ ასე მოხდა. როცა მხედა ვიძაბები, ჩემი გეშინია. მაგრამ იცოდე, არასდროს არაფერს დაგიშავებ. მიხარია მის მოსმენა. წარსულში ჩადენილი შეცდომების გამეორება აღარ მინდა. ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებ. უკვე ფსიქოლოგთან დავდივარ და მივხვდი, რომ სინამდვილეში საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ეს უნდა გამოვასწორო. ამისთვის კი საჭირო ზომებს ვიღებ. მამა ჩემი დავარწმუნე, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შემიძლია. და სახლიდან გადავდივარ. დღის ბოლომდე აქ ვისწავლე. მე საზღვარ გარეთ წავალ. არ ვიცი, სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა. დიდი ხნით ჩემთვის მარტო ყოფნა აუცილებელია. იმის მაგივრად, რომ საყვარელ ადამიანებს არ მოშორდე, არ მინდა რაღაც დროით ვინმეს ვუყვარდე. განსაკუთრებით დედაჩემს. დიდი მადლობა, რომ მისი ამბავი არავის უთხარი. ეგ მე არ მეხება. შევიცვლები. აი ნახა. უпростоრად გაიგებ. ძალიან გამიხარდება. გმადლობ. დაში მიდიხართ? ხო. ჩვენს ცხოვრებაში არაფერი იცვლება, არა? ერთი და იგივე გრძელდება. პრობლემა სწრაფად გვარდება. სისტემა ზედმეტს აგდებს. ძალიან კარგი. ამ ამბის შემდეგ ყველას დრო დასჭირდება. ამის დავიწყება იოლი არ არის. არ ინერვიულო. რაღაც დროით ვეღარ ვნახავ. ექიმა ბიულეტენი გამიგრძელა. ლექციებზე სემესტრის ბოლოს მოვალ. ბოდიშს გიხდი იმის გამო, რაც გადაიტანე.
რასად მუშაობდით? არსად მიმუშავია. დიასახლისი ვარ. გემრიელ საჭმელს ვამზადებ. როცა დღესასწაულია, მეზობლებისთვის გემრიელ კერძებს ვამზადებ. ტორტებსაც ვაცხობ, ღვეზელებსაც. დაზღვევა გაქვთ? დიახ, ფულს თვითონ მიხდი. აქ თუ დაიწყებთ მუშაობას, დაზღვევას ჩვენ გადაგიხდით. ანუ თქვენ არ მოგიწევთ ფულის გადახდა. მიმიღეთ სამსახურში. თავიდან მინიმალურ ხელფასს გადაგიხდით. 3 თვენის საცდელივადა უნდა გაიაროთ. შემდეგ კი გაირკვევა, საერთო ენას გამოვნახავთ თუ არა. რა თქმა უნდა, ისე მიხარია, რომ არ ვიცი რა ვთქვა. გმადლობთ. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. წამოდით სამზარეულოს გაჩვენებთ. რა თქმა უნდა. შეიძლება შვილს შევატყობინო. დიახ. რამდენი შვილი გყავთ? 2. 2 ვაჟი მყავს. სწავლობენ? დიახ. ერთი სწავლობს. მეორე ჯარშია. ბავშვებო, დრო გავიდა. ნამუშევრები შეაგროვეთ და ერთმანეთს გადააწოდეთ. საბავშვო ბაღში მუშაობა დავიწყე. შესანიშნავია. ძალიან მიხარია. წარმატებას გისურვებ. სამზარეულო პატარაა, მაგრამ მყუდრო. აქაურობას მალე მოაწესრიგებთ. რა თქმა უნდა, ყველაფერში უცებ გავერკვევი. უკაცრავად. შვილია, წარმატება მისურვა. აქ მისაღებია. უფრო პატარა ოთახი არ არის? როგორც ხედავ არა. ყველაზე პატარა ოთახი ჩვენი ბინის ზომაა. ღმერთო, დუპლექსია თუ ტრიპლექსი? ტრიპლექსი. სარდაფიც არის. რა ლამაზი სახლია. ბატონ ფარუქს კარგი გემოვნება აქვს. თან სიმპათიურია. მომისმინე, ცოლს გაშორდა არა? ხო. მეგობარო არ დაიბნე. თავი გამოიჩინე. რას ამბობ? მოიცა, სამზარეულოს გაჩვენებ. ესეც სამზარეულო. ცხადია, ასე ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ კარგია, რომ მანქანით დაგეჯახა. ძალიან მაგარია. თვალი არ მეცეს. კამერა მოაბრუნე. შეხედე. პანჯარასთან მიდი და ბაღი მაჩვენე. შეხედე. უზარმაზარია. ნახე, აქ აუზია. ბავშვი მოიშორე და აცე სახლში აღმოჩნდი. ხო, აქ დიასახლისი ვარ. დაიძინე და დაისვენე. ოღონდ იცოდე, დოზლუდერეში დაბრუნება არც იფიქრო. საოცნებო სამყაროში მოხვდი, მეგობარო. ზასლას არ ვაპირებ, ძვირფასო. თავარი ამბავი არ იცი. რა მოხდა? იამანი დოზლუდერეში დაბრუნდა. სერიოზულად? რატომ? დეიდან ევინი ჰასანს შორდება. იამანმა თქვა ამიერიდან დედაჩემზე მე ვიზრუნებო. რა სისულელეა? რა სულელია? ნამდვილად. გამარჯობა. მირა არ არის? აქ იყო და ალბათ კაფეში წავიდა. დიდი მადლობა. დამშვიდებული ჩანდა, მაგრამ მაინც ვინერვეულე. ფრთხილად ვიყავი. შენც ფრთხილად უნდა იყო.
უნივერსიტეტში ცოტა ხნით მოვედი. ფირმაში უნდა წავიდე. მალე ერდედეგები დაიწყება. ნელ-ნელა ყველაფერი დაწყნარდება და ეს ამბავი ხალხსაც დაავიწყდება. ცდილობ არ საწავლეთე. რაღაც დროის განმავლობაში ეცადე მარტო არ იარო. კარგი? კარგი, არ ინერვიულო. კარგი. ხალეზე ვლაპარაკოთ, მაგრამ იამანი ღილოს. კარგი, მე ვილაპარაკოთ. თავს გაუფრთხილდი. არ ინერვიულო. გამოცდის წინ შენი ნახვა მინდოდა. დღეს უნივერსიტეტში ხალე ვნახე. ორკუნს ამაზე ველაპარაკებოდი. აქ შევხვდი? ხო, ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდა. ბოდიში მომიხადა. მირა, ფრთხილად იყავი. როცა მშვიდად არის უფრო მეტად მაშინებს. რა თქმა უნდა. რაც უნდა თქვას, მშვიდად მაინც ვერ ვიქნები. საქმე თუ არ გვაქვს, წადი. აქ ნუ საერთოდ. დარბაზში წავალ. ხო? ნუ იცინი. იმიტომ არ მივდივარ, რომ შენ გნახო. გოგონება მოვილაპარაკეთ. წინააღმდეგი არ ვარ, ჩემს გამო თუ მოხვალ. წინააღმდეგი არ ხარ? მაშინ შენ გამომოვალ. გამოცდაზე დამოგვიანდება. დახვენდის. კარგი, წარმატებას გისურვებ. მიდი. რა გირჩევნიათ? ნომერი პირველი და ნომერი მეოთხე. მოგვიანებით განვაგრძოთ. რა თქმა უნდა. ბატონო სელიმ, რასაც იამოვნო სიურპრიზია. გამარჯობა რეიჰან. ხელი ხომ არ შეგიშალით? მარა რას ამბობთ? მიხარია თქვენი ხმის გაგონება. როგორ ხართ? იმედია ყველაფერი კარგად არის. კარგად არის. თქვენ როგორ ხართ? კალბატონო რეიჰან, შეგიძლიათ დღეს ცოტა დრო დამითმოთ? რა თქმა უნდა. როცა მოისურვებთ. ვიცი რომ მხოლოდ ყავის დასალევად არ დამპატიშეთ. რამაზე ფიქრობთ? რა ხდება ბატონო სელიმ? ამის შესახებ ადრეც გითხეთ, მაგრამ პასუხი არ გამეცით. წარსულში ასიმ შეკიპკაიასთან რა პრობლემა ჰქონდათ? მითხარით. გეტყვით რომ გული მატკინა. ესე იგი ემოციურ დონეზე? არ გირჩევთ ისეთი კითხვები დამისვათ, რაზეც პასუხს ვერ მიიღებთ. ბოდიშ გიხდით. რაც დიდი მონდომებით გააკეთეთ. აშკარა იყო, რომ მიტოვებული ადამიანის ამბიცია არ გალაპარაკებდათ. სადღაც
სიღრმეში ნამდვილი მიზეზი იმალება. რატომ გონიათ იმას მოგიყვებით, რასაც აციმ შეკიპკაიასაც არ ვეტყვი? შურისძიება ხომ არ გადაწყვიტეთ? კარგად იცით, შურისძიება ჩემი სტილი არ არის. არავის მიმართ არ მომოძრავებს ბოროტის რაყები, მაგრამ ჩემსა და აციმ შეკიპკაიას შორის სასტიკი თამაში დაიწყო. სასიკვდილო. თავისი მეთოდებით მიდევს. სუსტ წერტილში მისწავს. სიმართლე გითხრათ განრისხებული ვარ. ძალიან განრისხებული ვარ. ძალიან. დამიჯერეთ. რა გინდათ, რომ შემდეგი ბრძოლა მოიგოთ? როგორც მივხვდი, ადრინდელი გამარჯვებით ტკბობაც ვერ მოასწარით. ასიმმა არ მოგცათ ამის საშუალება. დიახ, ასია. მაგრამ ბოღმა თვალებს არ მიბნელებს და არ ვაპირებ გაუმართლებელი ნაბიჯების გადადგმას. ასიმ შეკიპკაიას მეთოდებით სამაგიეროს გადახდა მიზნად არ დამისახავს, უბრალოდ ხელჩასაჭის ვეთებ. მინდა მისი შემდეგი ნაბიჯი გამოვიცნო და გზა მოუჭრა. თვითონაც არ მჯერა ამ სიტყვებს ხმამაღლა რომ ვამბობ. მეგონა ერთი და იგივე გზნობა გვამოძრავებდა. რატომღაც ასე ვფიქრობდი? მაბადიეთ ბატონო სელიმ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. პირადული არაფერი მომოძრავებდა. უბრალოდ სარჩელი შევიტანეთ. ერთად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. შემდეგ რა მოხდება ეს უკვე თქვენი საქმეა. უკაცრავად. ღმერთო, ეს გვაკლდა. მოულოდნელად ხალე გამოჩნდა. რას ამბობ? იქ არ ჩამოვა. მაშინ რატომ მკითხავ, თაში მიდიხართო? უბრალოდ აინტერესებდა ელიულ. ის ხომ ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობს? არ ვიცი. ბიჭობ ჩვენგან შორს დაუბრუნდეს ცხოვრებას. თუ მკურნალობის მიზნით ადგილის გამოცვლა სჭირდება, სადაც უნდა იქ წავიდეს? მთაში არა. სადღაც სხვაგან. ელიულ, წადი და ხალეს ყველაფერი მოუყევი, რომ ნერვები მოეშალოს. რა თქმა უნდა, ამას არ ვიზამ. კარგია, მიხარია. მაგრამ დამეთანხმე, ამ ყველაფრის დავიწყება იოლი არ არის. ხელები წელზე. ვიქნებთ ფეხებს. მირა. მთაში გასამართი წვეულების ამზად ისი როგორ მიდის? დახმარება გინდა? არა, ყველაფერი რიგზეა. რა კარგია, მაგრად გავერთობით. ასე მგონია ამ არდადეგებზე ვინმე შევხვდები. მიდი, ღმერთ მაქნეს. იქნებ ერთად ორ მეგობარსაც შევხვდე. მორჩა, მორჩა. 5, 4, 3. იცი რა, შენი ტოლზუდერეში გადასვლა ჩემთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდა. საკუთარ თავს უფრო მეტროს უთმობ. ო, და რა საკეთებ? ვარჯიშობ. შედეგით სახეზია. სიძლიერეს ვხსნობ. ო, შედეგით სახეზია. კომიქსების ხატვას ვაგრძელებ. უფრო სწორედ გავაგრძელებ. ახალი სერიის დაწყებას ვგეგმავ. შესანიშნავია. ელიულსაც მოეწონება. შეიძლება ეს სერია შენზე იყოს. ცუდი არ იქნება, არა? იამანი და იამანი. და შენ არ მოგენატრე? ცოტა მომენატრე. თითქმის მთელ დღეებს ერთად ვატარებთ. ლაპარაკობდით, ვერთობოდით. ნაცხადია ჩემს ცხოვრებაში რაღაც სიცარიელი წარმოიშვა. უფრო სწორედ ჩვენს ცხოვრებაში. ხო. ყველას თავისი ერგება ძმაო. ოღონდ სიტუაციის დრამატიზირება არ გინდა. ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს. ხო, ვხედავთ, მაგრამ სულ მუშაობ. ამიტომ ეგ არაფერია. თაში უნდა წამოხვიდე. სერიოზულად. სულ ერთად ვიქნებით. ვიმხიარულებთ. კარგი?
გავერთობით. მოიცადე. ასე ძლიერად არ მომენატრე. ეწყინა ძმაო. გამარჯობა იამან. მოგესალმებით. უფალი გვარავდეთ. გთხოვთ. შერლოკ, ეს ქალი ვინ არის? დეიდა ისე გიყურებს, თითქოს შენი შეჭმა უნდა. მოსწონ ხარ. ნამდვილად მოსწონ ხარ. ნუსულელობ. კარგი ძმაო, შეიფიქრე. შესანიშნავი არდადეგები გველოდება. ძველი მეგობრები ისევ ერთად ვიქნებით. ვარჯიში აღარ შემიძლია. მომბეზრდა. გოგონებთან წავა. წადი. წადი და ნერვები მოუშალე. ნახვამდის იამან. იამან. პირსახოცი შეიძლება? რა თქმა უნდა, ახლავე მოგიტანთ. გოგონებო, შეიძლება? მერტ. აბატიეთ. აბატიეთ. მერტ, რა საკეთებ? აბატიეთ. მეგონა ერთობოდით. ხნელი ვერ დავინახე. უკაცრავად. უცნაურია მერტ. ძალიან უცნაური. მართალი ხარ. მოძველებული მეთოდია. გთხოვთ გააგრძელეთ. ვაგრძელებთ. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2. მშვენიერია. კარგია. 3, 2. ახლა მეორე მხარეს. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4. იამან. რა ხდება? პირსახოცები მთხოვეს. დახრები. ამას სპეციალურად აკეთებთ, რადგან მე მოვედი. მეორე ხელი. გთხოვთ. გოგონები ისე მხიარულად ხტურავდნენ. გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. ეს კარგი ვარჯიშია. არ გამოიხედო. მორჩა, გმადლობთ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. კიდევ მომბრძანით. მადლობთ. მოდი აქ. მოდი. ვინმემ დამეხმარეთ. შენს ჩამოხდი. ო, კარგი იქნებოდა. წავიდეთ გავშრეთ. რამე უნდა დავლიოთ? გმადლობ. გოგონებო, მოდით კლუბის კაფეში დავსხდეთ. რა საჭიროა სადმე წასვლა? თან ერთს გავიყინებით. რადგან იამანი კლუბის თანამშრომელია, მთელი დღები აქ მოგვიწევს ყოფნა. სწორედ ამის თქმა მინდოდა. შემოჭკვიანობაჭია. დიდი მადლობა. გმადლობ.
საღამოს კინოში ხომ არ წავიდეთ? საღამოს მე და იამანს წვეულება გვაქვს. რა წვეულება? არავით არის წვეულება, მერდი რაღაცას იგონებს. არა. დეიდან ევინმა სამუშაო იშოვა და სიურპრიზს ვუმზადებთ. ხომ მოვილაპარაკეთ? ჰაკანსაც კი შეუთანხმდი, რომ მანქანით მომაკითხოს. შეიძლება ჩვენც წამოვიდეთ. რამეს ვიყიდით და მოვამზადეთ. დეიდან ევინისთვის შესანიშნავი სიურპრიზი იქნება. ხო, ეზოში მაღალზე მწვადებით შევწვათ. ეზოში მწვადებს ვერ შევწვათ. რადგან ძალიან პატარაა. არც სახლია დიდი. თუ ასეა მზასაკვები ვიყიდოთ. რა თქმა უნდა, მთავარია ერთად ვიყოთ. წყალი თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ინებეთ. გმადლობთ. არაფერს. იქნებ ჩვენთან ერთად ყოფნა არ გინდა. და დედა შენთან ერთად გინდა ყოფნა. გამოვიდნენ. მაგარი იქნება. დეიდან ევინისთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. მოდით, რა თქმა უნდა. თქვენი ნახვა ყოველთვის გამეხარდება. ბაშა. მაგრამ სამუშაოს ხომ 11-ის ნახევარზე ამთავრებ. საბაღჭმო ძალიან გვიანია. არა, დღეს ადრე წამოვალ. აქ რაღაც ტრენინგი ტარდება. მირა, შენი მანქანით წავიდეთ. ხო, გზაში კი მაღალზე შემწვარი კოტლეტები ვიყიდოთ. ძალიან მომშიბდა. ყველაფერი ვარჯიშის ბრალია. ამიტომაც არ ვარჯიშობ. იქ ისეთი გემრიელი კოტლეტებია, რომ თითებს ჩაიგვნეთ. შენ ოღონდ თქვი პრინცესა. ყველაფერს გავაკეთებ. ამა შეხედე. გამარჯობა. იამან, პორტოხლის წვენი შეიძლება? რა თქმა უნდა. ხედავთ? იამანი ქვია არა? დიახ. იამან, საყვარელო პორტოხლის წვენს მეც დავლევ. რა თქმა უნდა. უმით სამწუხაროდ ვერ დაგვირდები, რომ ის ამბავი დამავიწყდება. მაგრამ ვთვლი, რომ პირადი ცხოვრება და სამუშაო ერთმანეთში არ უნდა ავურიო. ამიტომ შენთან მუშაობას გავაგრძელებ. თან აილინს, ანგარიშს ყოველთვის ვუწევდი. აქ არ მოვიდოდი. აილინს რომ არ ეთქვა შენი დახმარება ჯერდებენია. ნამდვილად არ მოვიდოდი. მართლა? უმით, ოღონდ არ მითხრა, რომ მართლა ჩემს დასახმარებლად მოხვედი. კარგად ვიცი ფარუკის დახმარებით რამდენი ფული იშოვე. ხომ ასეა? აღიარე რომ ნანობ და არ გინდა კომპანიის შავსიაში მოხდე, რომელიც ჩემი მფარველობით არ სარგებლობს. აღიარე. ყოველთვის მოხარული ვარ თქვენთან თანამშრომლობით ბატონო ასიმ. ჩვენც. მიხარია რომ ყველაფერი მოგვარდა. შეხვედრამდე ბატონო ასიმ. გავიგებ რა შეგვიძლია. მოკლევადიან დაბანდებებში. შემდეგ კვირას შევხვდებით. რა თქმა უნდა. მართლა, ვიცი რომ ფარუქს სასამართლოში განცხადების შეტანა გადააფიქრებინე. დიდი მადლობა სუდე. არაფერს. ეს ჩვენი შვილების გამო გავაკეთე. სუდე ისეთი ხასიათი გაქვს, რომ ბიზნესში ფარუქზე წარმატებული იქნება. სასიამოვნოა თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა ბატონო ასიმ. მოგაცრავად. ნახვამდის. ნახვამდის. შეხვედრამდე უმით. შეხვედრამდე სულ. სუზი როდის გავიდა? 1 ან 2 საათის წინ ქალბატონო ენდერ. არ გიკითხავს საწავიდა? არა, მაგრამ ისე წავიდა თითქოს სამსახურში მიდისო. კარგი. როგორც კი მოვა, აუცილებლად შემატყობინე. რა თქმა უნდა. ნახვამდის. რა მოხდა ენდერ? სელიმი ავად იყო და წასვლას არც ადაპირებდა, მაგრამ მაინც გასულა სახლიდან და ვნერვიულობ. თითქოს ყველას თვალი ეცა. იმედია ცუდი არაფერი მოხდება. იმედია. იქნებ მაშინ გაცივდა, როცა საგადასახადო საქმეებს აგვარებდა. ზურფასო, რატომ გაგიგვირდა? მეც ამ კომპანიაში ვმუშაობ.
შესაძლოა ფარუკისა და სედეფის წყალობით დამნათესავდეთ კიდეც. სედეფი ფარუკი? ფარუკი და მე. მიხარია რომ სელიმმა ყველაფერი მოაგვარა. გეგონა სასამართლოს არჩელითა და მიწების საქმით ჭკუა მასავლე? ამერიდან სუფთა არ ჩენხარ. ამით ყოველთვის ამაყობდი. მაგრამ ახლა ჩვენ შორის განსხვავება აღარ არის. ამას უნდა შეეგუო. თევზაობი დაინტერესდით? არა, უბრალოდ გიყურებთ. რა საქმე არ გაქვთ? დილიდან შეიძნობთ. არ ვიცი. შეიძლება არ მოხს. უსაქმური არ უნდა იყოთ. თვალებში გეტყობათ. გული არ გაიტეხოთ სამუშაო თუ დაკარგეთ. ახალი იპოვეთ და ცხოვრება გააგრძელეთ. სამუშაო. თან რა სამუშაო? ატილაი, გამარჯობა. ოფისში ხარ? არა, დღეს არ მოვალ, მაგრამ მინდა რაღაც გთხოვო. შეგიძლია ასიმ შეკიფკაიას წინააღმდეგ აღზრული ყველა საქმე გამომიგზავნა. კარგი. შემდეგ კი ახლო წარსულში შეტანილი საჩივრები ვნახოთ. რომელიც ჯერ კიდევ არ დახურულა. რაც მალე უკეთესია. გმადლობ. ნახვამდის. გმადლობ რომ გამოვთხრე. ვიცოდი რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ასეთი სერიოზული და მიზანდასახული არასდროს მინახავს. ფრთხილად იყავი. მისგან შემდეგ ნაბისველოდი, მაგრამ ყველაზე მეტად შენ გამაკვირვე, რეიჰან. შენ და ადვოკატმა ერთმანეთს ძალიან სწრაფად აქციეთ ზურგი. ძალიან სწრაფად. ამ შემთხვევას წარსულში მოვფთართან ნუ შეადარებ. რადგან მე და მირეკა სერიოზულადაა განწყობილი. ეს ამბავი შენ რატომ გახელვებს? მეგონა მიწებთან დაკავშირებული სარჩელი სელიმის ოჯახს ზიანს მიაყენებდა და არაფერში ვერ ეოდი. ვფიქრობ ამ ოჯახს ამის გამო ზედმეტი პრობლემები აღარ სჭირდება. ესე იგი იმიტომ გამოვფრთხილე რომ ენდერმა არ ინერვიულოს? ასეა? არ მინდა შენი ქალიშვილის ოჯახი შენი შეცდომების გამო დაინგრეს. ეს ძველი მეგობრისგან რჩევად მიიღე. და მზად იყავი. კარგი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბავშვებო, რამდენი რამ გიყიდიათ? ფულის დახარჯვა რა საჭირო იყო? ყველაფერს მე მოვამზადებდი. რას ამბობთ დეიდანები? ამ საღამოს თქვენ ამბავს აღნიშნავთ და საჭმელს როგორ მოგამზადებინებდით? ხო, მაგრამ რაღაც ჩვენს გვქონდა. ბევრს არ ვამზადებ, რადგან ორნი ვართ და მერე ფუჭდება. რას ამბობთ? რა თქმა უნდა. თქვენ დაბრძანდით, ყველაფერს ჩვენ მივხედავთ. არა, ელიულ.
დიახ, სუფრას მე გავშლი. მაგიდის გადასაფარებელი სად არის? აი აქ. ახალი არ არის, მაგრამ კარგი სუფრა, გამომართვე ელიუ. დათბა. ყოველთვის ფიქრობდი, რა სწრაფად ანთებდი გახოს. თურმე ნავარჯიშები ყოფილიყარ. ეს აირი. რამეში მაინც გამოგვადექი. ეწინა. მე ხომ მორალურად დაგეხმარე. ეს უნდა დააფასო. ხო, რა თქმა უნდა. სხვადასხვა თეფშია. სულ დამემტვრა. ბოდიშს გიხდით. რას ამბობთ? ასე ნუ ლაპარაკობთ, ყველაფერი შესანიშნავია. დავშვიდი დედა. თავის გამოდება რა საჭიროა? ესენი ჩემი მეგობრები არიან. იციან როგორ ცხოვრობთ. მეც კარგი მინდა, რადგან შენი მეგობრები არიან. ზამთრის სასმელი მოვიტანოთ. ძირფასო, თეფშებთან კი არა, ჩვენთან მოვიდნენ. არის ნერვიულო. კარგი? რა თქმა უნდა, თავს უხერხულად ვგრძნობ. თან ხელი შეგიშალეთ. გაუფრთხილებლად მოვედით. რას ამბობთ? კარგია რომ მოხვედით. ბოდის გიხდით, მაგრამ ძალიან მშია. იქნებ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა, ბიჭშია. უკვე რამდენჯერ ეცადა ამის თქმას. ტყუილია. ელიუსაც შია, მაგრამ ზრდილობის გამო ხმას არ იგებს. დიახ, თელი დღე არაფერი მიჯამია. მაღალზე შემწვარ კოტლეტებს სიამოვნებით გავსინჯავდი. დასხედით, სანამ ცხელია. გამარჯობა. გაგიმარჯოს საყვარელო. საკამშვიდობისა. ძირფასო, ტელეფონი დაჭდა, ისევ გათიშული გაქვს. არა, გავთიშე და ჩართო დამავიწყდა. სელიმ რაც ახლიდან გახვედი, შენთან დარეკვას ვცდილობ. მაბატია ძურფასო. მერტი ზემოთ არის? არა, იამანთან წავიდა. მერტო. მთელი დღე ერთმანეთს არ დავლაპარაკები ვართ. უნდა გეფიქრა, რომ დაგირეკავდი. ტელეფონი რატომ გამორთა? ჩართო დამავიწყდა. ჩემთან დარეკვაც არ გაგხსენებია? ადრე ასე არასდროს მოგცეულხარ. ამ ბოლო დროს ბევრი ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც ადრე არ გამიკეთებია. მაბატია, ეგ არ მიგულისხმია. Hayır, özür dileme. არა, ბოდიშს ნუ იხდი. Haklısın. მართალი ხარ. Benim yüzümden mi? ჩემ გამო პრინციპებს უღალატე. შენ არაფერ შუაში ხარ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ხო, ცოტა დრო მომეცი. დიდი სტრესი გადავიტანე, მაგრამ კარგად გავხდები. Bana öfkelisin. Ben ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ შენი შესანიშნავად მესმის. ამის გაკეთება დღესაც რომ დამჭირდეს. იგივეს გავიმეორებდი. იგივეს. seni mecbur bıraktım. იმიტომ მიბრაზდები, რომ ამის გაკეთება მე გაიძულე. ხო, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. Anlaşma yemeğine. არც ევახში მოდგინდა წასვლა. აბატი. მარტოწადე. Ben de vicdanım. სელიმ სინდისი მეც მაწუხებს. Hatam yüzünden. ჩემი შეცდომის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდი. Soktuğum için. Ama Mert მაგრამ როგორც მერტმა თქვა, her zaman ყოველთვის იდეალურები ვერ ვიქნებით. hata da yapar. შეიძლება შეცდომა დავუშვათ. Ne olur sana გთხოვ, söylediğin şeyi ამის გამო არ შემიძულა. benden nefret etme. შენ ვერასდრო შეგიძლებ. იმ ადამიანს ვერ ვიტან, ვინც ეს მოაწყო. Kimin ibaret რამე გაიგე? şey mi öğrendin? არა. კარგი. მამა შენს ნუ ავოდინებ. Seni bırakıp მარტო წასვლა არ მინდა. ხო, საყვარელო. წადი და ხელი მოაწერე. ამის მისაღწევად წლები დაგჭირდა. წარმატებით დავტკბეთ. შენ ეს დაიმსახურე. sen yanımda olmayacaksın. ხო, მაგრამ გვერდით არ იქნები. სულ შენს გვერდით ვარ ძვირფასო. სულ შენს გვერდით.
კოტლეტები მართლა შესანიშნავია. გემრიელად მიირთვი. დამატება თუ გინდა მოგიდან. ნამდვილად არ მინდა. Hiç bakmayın böyle söylediğiniz. ასენი უყურებთ. ერთი ძალიც ანახრებს. არა, Daha tabağındakileri არ მახსოვს საჭმელი ბოლომდე გიჭამოს. არც მე. Sen de mi Yaman? შენც იამან? რაც მართალია, მართალია. კარგი, გეთანხმებით. ვაღიარებ, რომ პატარა კუჭი მაქვს, მაგრამ ამჯერად ბოლომდე შევჭამ. Afiyet olsun. გემრიელად მიირთვი. Bir tane daha. კიდევ შეჭამ? ხო, Yaman küçükken იამანს ბავშვობაში ორი კოვზი იოგურტის შემდეგ ეძინებოდა. მართლა? Küçükken მე ხომ პატარა ვიყავი. hayır hep olurdu. სულ ასეა. Misafirlikte სტუმრად აირანს ვასმევდი, რომ მალე დაეძინა. Yaramaz bir çocuk. ძალიან ცელქი იყო. Yok usluydu. არა, მშვიდი ბავშვი იყო, მაგრამ ცნობის მოყვარე. Nerede bir ქვაბებში tabak ჩახედვა bulursa უყვარდა. gider bulur, açar içinde ერთხელ სიჩუმე ჩამოვარდა და იამანი ვერსად ვიპოვე. მივხვდი, რომ სამზარეულოში იყო და ქვაბებში იყურებოდა. Sedasız gitmiş mutfak tezgahındaki tencereleri dökmüş onlara bakıyor. ეთყობა სიახლე უყვარდა. Daha çok daha უფრო ყველაფრის დაყრა. რამდენი წლის იყო? 3-4. 3-ან 4-ის. Bir gün babası ამ ამბავს ერთხელ მამამისი შეესწრო. takılıp ისე გაუბრაზდა, bir kız ისე bir უყვირა. bağırdı. Ay yazık საწყალი. ya, hiç kızım. შეიძლება ამას ვინმე გაუბრაზდეს. რა გულახდილა თქვა? Yani ეს როცა პატარა იყო. მისი ბავშვობის ფოტოები ვნახე. Tamam Miracığım. რა თქმა უნდა, მირა, ყველაფერი გასაგებია. babandan kork. მამამისის ეშინოდა? yok კი არა შინოდა. უბრალოდ ორივეს რიდი Ben ჰქონდათ. hiçbir şeyden korkmam. ბავშვობაში მე არაფრის მეშინოდა. ამიტომაც გვაქვს პატარა პრობლემა სახელწოდებით ეილიული. საერთოდ ეილიული ფილმს ქვია. რომელ ფილმს? სასიყვარულო ფილმი. მართლა? Gerçekten ხო, 14 Şubat. 14 თებერვალს ყველა კინოთეატრში გადის. შეყვარებულების დღეს? ხო, საყვარელო. ამ ფილმის სანახავად უნდა წავიდეთ. Susuzluk yapma. ზედმეტი მოგდეს. მე ვილაპარაკოთ. კარგი, უბრალოდ kinoში ერთად ჯერ არ ყოფილვართ. Gitmedik ki beraber. biz de gitmiş. ჩვენც წავიდეთ. Yapamadık. რამდენიმე O kadar ვარ çok şey გაგვიკეთებია var ki, ერთად. daha konuşup სულ ვილაპარაკობთ და doğru düzgün bir yemek ერთად არც კი გვივახშმია. Aa, bak bak bak. Yaman იამან ben sana გაფრთხილებ, söyleyeyim, birileri შეყვარებულების დღეს ვიღაც შენს მაგივრად ადგენს გეგმებს. არა, რას ამბობ? Var canım. ხო, ჯერ პირველი რომანტიკული ვახშამი და შემდეგ კინო. Sonra da ilk sinemalar. მშვენიერია. E ne güzel işte. შესანიშნავია. İlkler hiç პირველი არასდროს დაგავიწყდება. Baban მამა შენმა ფარუკის კომპანიაში ფული დააბანდა. ucundan da olsa Asım ასიმ შეკიპკაიას კომპანიონი რომ გამხდარიყო. işi ayağa იმ kaldırmak ფულმა için მნიშვნელოვანი ortaya როლი koydu. შეასრულა. Herkes için çok განსაკუთრებით ასიმ değerli. შეკიპკაიასთვის. Asım Şekipkaya için. Önce riskli ჯერ bir კომპანია işe ჩაიგდო ხელში. sahip oldu. შემდეგ რისკები გადაანაწილა და Bütün ჩადებული yatırım ფული მიითვისა. üstüne kondu. Hiç şaşırmadım. გასაკვირი არ არის. Benden sana ერთ რამეს გირჩევ. en az პარტნიორობაზე უარი არ თქვა. ortak. მინიმუმ წელიწადი. Asım Bey ნახავ. teklifini ne kadar რამდენად აწევს ფას. Bekle. Bana bunları neden anlatıyorsunuz? ამას რატომ იყვებით? İkimiz de მინდა რომ kazanalım. ფული ვიშოვოთ. Senin ortaklığın წინადადება რომელსაც შენს კომპანიას შესთავაზებს, ჩემი კომპანიის მომავალს განსაზღვრავს. Asla satma diyorsunuz. ესე იგი ამბობთ, რომ არ გაყვიდო? არავითარ შემთხვევაში. Biz onlardan ამით უნდა ვისარგებლოთ. Göreceksin. მომავლისთვის Benim გიჟური გეგმები მაქვს. ileriye yönelik çok ნამდვილად გიჟური. planlarım var. Asım Bey. ბატონი ასიმის სავარძელი უნდა დაიგავოთ. სავარძელს თუ არა, Kenarına otur. მის გვერდზე მაინც დავიკავებ ადგილს. Benim hedefim გრანდიოზული გეგმები მაქვს. oysa koca- ჩემი ქმრის გეგმებთან შედარებით. Bak. თავადაც ხედავ. ამ შენობაში დავდივართ, Hedefle oyun სადაც სედეფი და ფარუკი თამაშობენ. Hayallerim. ოცნებებიც ისეთი ჩახლართულია, როგორც მისი ფიქრები. Üstelik თან bana ეს რესტორანი ღალატის პატივსაცემად ძეგლებით აღმართა. Siz bunlar ძლიერი ქალი ხართ. ამაზე მაღლად გახართ. Evet რა öyle. თქმა უნდა,
ფარუკი ჩემი ცხოვრებიდან ნელ-ნელა გავრიღე. Yakında mahkeme. ძალიან მალე სასამართლო ჩატარდება და გავშორდებით. Ama yine მაგრამ მაინც არ ქსიამოვნებს, aldatılmak. როცა გღალატობენ. Bir başkasını და სხვაში tercih გცვლიან. edilmek hoş değil. ხომ ასეა? Benden daha ეგ ჩემზე უკეთ არავინ იცის. Şu an toz ახლა ტოლზოდერეში არიან. იცით? Biliyorum. ვიცი, Yaman'ın buradan... ერთ სიამანის გადასვლამ შეაჩერა ისინი. Bana sitem mi ურკუნ, ediyorsun? რამეში მადანაშაულებ? Hayır. არა, Mira'nın... მიხარია იქნებ, იქ mains Seviniyorum. გამოფხიზდეს. Umarım. იმედია. Bana güven. ერთმუნეთ. O işin მალე tamamen ყველაფერი bitmesi დამთავრდება. yakındır. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.